სერგო ორჯონიკიძემ 1924 წლის 27 ოქტომბერს, ანუ აჯანყებიდან 2 თვის შემდეგ მოსკოვში საბჭოთა კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს წაუკითხა 16 გვერდიანი მოხსენება, სადაც დეტალურად განიხილა ეს საკითხი. და მან ესეთი რამ თქვა, რომ აჯანყება მასობრივი იყო გურიაში, ოზურგეთის მაზრაში. ოზურგეთის მაზრა თელს დღევანდელ გურიას მოიცავდა. და მიზეზი დაასახელა ასეთი თვითონვე, რომ იქო წერა-კითხვა ფაქტობრივად ყველა მიცისო. და შესაბამისად, ჩვენი პროპაგანდისტული საქმიანობა ჩავარდა მთლიანათო. ანუ ადამიანი, რომელმაც წერა-კითხვა იცის, ინფორმირებული არის, უფრო კრიტიკულად მოაზროვნე არის, იქ ჩვენმა პროპაგანდამ ვერ იმუშავა, ან უფრო განათლებულებში ვერ იმუშავა და შესაბამისად ქუდზე კაცი გამოვიდა. ან მთელი ოზურგეთის მაზრა, ან მთელი გურია გამოვიდა ამ აჯანყებაში. და რო შევხედოთ აი ამას, რო გადავადოთ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რუკა სად იყო ყველაზე მეტი სკოლა გახსნილი. ანუ პირდაპირ პროპორციაში არის, ანუ აჯანყება, პროტესტი სკოლების რაოდენობასთან.